დიდი მადლობა ნანო ეს ნანო ჩაკვეტაძე იყო ფორმულას პირდაპირ ეთერში და ჩვენ ისე უბრუნდებით დღეს ერთ-ერთ მთავარ თემას რომელიც ეხება ოლიგარქის რეჟიმის რეპრესიებს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ამ პროცესში როგორც იცით ჩართული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ის 2012 წელს ხშირად აზიარებდა იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს, მან სააკაშვილის ფოტოების გაზიარება 1 ოქტომბრის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარცხის შემდეგ შეწყვიტა. სამაგიეროდ დაიწყო წინა ხელისუფლების დამცინავი და კრიტიკული მასალების გაზიარება. მათ შორის აღსანიშნავია, რომ კუპრაშვილმა Facebook-ზე 1 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილისთვის ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენა. მანამდე კი მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. პირდაპირ ეთერში არჩილ თოდუას გავესაუბრებით. ახლა ის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორია. არჩილ, მადლობა რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს დამაყურებელს. თქვენ 2013 წლიდან მუშაობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, როგორ ეხმარებით მოქალაქეებს, რა ტიპის დახმარებას უწევთ, გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის ქურდებს მუდმივად ამხელს თქვენი ორგანიზაცია. კი ბატონო, ჩვენი ორგანიზაცია რა თქმა უნდა პირველ რიგში იკვლევს კორუფციის შემთხვევებს, მათ შორის რეგიონებში და ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევა გვაქვს ჩვენ შესწავლილი და საინტერესოა ის, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად დანიშნვის შემდეგაც მას არაფერი ამ კუთხით არ გამოუძიებია. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის საქმიანობას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მოქალაქეებს, ვისაც აქვს პრობლემა სახელმწიფოსთან, ვინც დაიჩაგრა სახელმწიფოს მიერ, ვისაც ჩამოართვეს ქონება, აღარ ურეგისტრირებენ ქონებას, ვინც გაათავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან, ამ ხალხს გაუწიოთ სამართლებრივი დახმარება, ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი დონის კვალიფიციური იურისტები და ათეულობით საჯარო მოხელე, მათ შორის ჩვენს რეგიონში გვყავს აღდგენილი სამსახურში, მას მერე რაც ისინი წააწყდნენ უსამართლობას თავენთი დასაქმების ადგილებში და ათეულობით მოქალაქისთვის დაბრუნებული გვაქვს ქონება, რომელიც ჩამოართვეს, აღარ დაურეგისტრირეს და რომ არა ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენს მიერ მათთვის სრულად უსასყიდლოდ გაწეული დახმარება ეს ადამიანი სამართალს ამ ქვეყანაში უბრალოდ ვერ იპოვიდნენ. ჩვენ მუდმივად ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ესეთ ადამიანებთან და ძალიან ბევრნი არიან სამწუხაროდ ის ხალხი, ვისაც სჭირდება დღეს დახმარება. ელემენტარული რო ავიღოთ, კერძო ადვოკატის მომსახურება ამ ადამიანებს ძალიან ძვირი უჯდება და ჩვენ ამ ყველაფერს მოხალხეებს თავაზობთ სრულად უსასყიდლოდ, სრულად უფასოდ და აბსოლუტურად ყველა ეტაპზე დაწყებული კონსულტაციით დამთავრებული სასამართლო წარმომადგენლობით უწევთ სრულფასოვან დახმარებას. და საინტერესო საქმეს ვაკეთებთ კიდევ ერთს, ჩვენ გვაქვს სამოქალაქო საბჭოები ჩამოყალიბებული უკვე წლებია და ყველა სოფელში ჩვენს რეგიონში ისევე როგორც სხვა იმ რეგიონებში სადაც ჩვენს ორგანიზაციას ოფისები აქვს, დავდივართ სოფელ-სოფელ, კარ-და-კარ, ვსწავლოთ მოქალაქეების პრობლემებს და ვცდილობთ რომ ეს პრობლემები მივიტანოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. მე პირადად მაგალითად რაც ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ, სამეგრელოზე მოსვენეთის თითქმის 150 სოფელში ვარ ნამყოფი ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესასწავლად და ათეულობით განცხადებები გვაქვს გაგზავნილი სხვადასხვა მერიებში იმისთვის რომ მე მათ ჰქონოდათ რეაგირება მოქალაქეების პრობლემებსა და გამოწვევებზე. და ჩვენი ორგანიზაცია დიახ ბრძანეთ და შემდეგ დაგისვამთ კითხვას. ჩვენი ორგანიზაცია ამ პროცესში რეალურად ითავსებს როლს ერთგვარ შუამავლისას მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტებს შორის და ვაკეთებთ ძალიან ბევრ საქმეს ამ კუთხით. კი ბატონო და მე მინდა ვიკითხო, აი რა შედეგის მომტანი შესაძლოა იყოს ეს რეპრესიები პირველ რიგში ქართული ოცნებისთვის, რომელმაც რაღაცნაირად აი განსაკუთრებული იერიში მიიტანა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, შეირჩა სულ 5 არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ შორის ხართ თქვენც. რატომ თქვენი აზრით? ჩვენი აზრით, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვართ ის ორგანიზაცია, ვინც კორუფციაში, ნეპოტიზმში, უკანონობაში, მოქალაქეების დევნაში ამხელს არსებულ სისტემას, მაგალითად დეობის პირებს, მხოლოდ რეგიონებში ჩვენს მიერ შესწავლილი კორუფციული სქემების ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ლარზე მეტია და ამ საქმეების აბსოლუტური უმეტესობა არის გამოუძიებელი და რა თქმა უნდა მათთვის და ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის მიუღებელია ჩვენნაირი ორგანიზაციების არსებობა ამ ქვეყანაში და ეს რეპრესიები ასევე მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეები, რომლებიც დღეს ყოველდღიურად საჭიროებენ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, იურისტების მხრიდან, ადვოკატების მხრიდან, დარჩნენ დახმარების გარეშე და ხელისუფლებას ჰქონდეს არსებულ სისტემას ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ მარტივად მოახდინოს მოქალაქეებზე ზეწოლა. ვთქვათ, საჯარო მოხელე, რომელზეც ზეწოლას ახდენენ და უკანოდ უშვებენ სამსახურიდან, დარჩეს დაუცველი, ზუსტად ამიტომაც არის მიმართული ეს
რუსული რეპრესიები დღეს არსებული რეჟიმის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ და პირველ რიგში იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, ვინც ერთის მხრივ ხელისუფლებას ამხენენ იმ ყველა დანაშაულში, რასაც ისინი სჩადიან ამ ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების წინაშე და მეორეს მხრივ ჩაგრულ მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევენ აუცილებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას. ბატონო არჩილ, გითხავთ, დიახ, წანეთ. მე მაინტერესებს როგორი საზულა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების აი ბრძოლის გეგმა ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ სამართლებრივი მექანიზმების ბერკეტების გამოყენებას, თუმცა ეს რამდენად იქნება საკმარისი, რამდენად მნიშვნელოვანი ამ პროცესში მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა. კი ბატონო, რა თქმა უნდა, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება აუცილებელია, როგორც აქ ადგილზე, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ამ კუთხით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არსებულ სისტემაზე გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა და რაც უფრო დიდი და მეტი იქნება ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება ქართულ ოცნებას, რომ მან ზეწოლა მოახდინოს და გააჩეროს ქართული სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ აპირებს გაჩერებას, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, იმისთვის, რომ ჩვენი ბენეფიციარები, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცვლები და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად ქართული ხალხი მოიგებს. ბატონო არჩილ, მე მინდა ვიკითხოთ ალბათ ქართული ოცნების პოლიტიკაზე და ამან რა ეფექტი გამოიწვია მათ შორის რეგიონებში, როგორც უკვე უთხარი ფორმულას მაყურებას, თქვენ 2013 წლიდან მუშაობთ საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოში, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააძლიერა წნეხი არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის დისკრედიტაციის არერთი კამპანია ვნახეთ ოლიგარქის პარტიის მხრიდან. ამას როგორ იგებენ რეგიონებში მოქალაქეები, რას გეკითხებიან, გიწევთ თუ არა ახსნა განმარტებების გაკეთება ამ კამპანიის პარალელურად, როგორია მათი დამოკიდებულება თქვენს მიმართ? დამოკიდებულება ჩვენს მიმართ არ გაუარესებულა, პირველ რიგში ეს უნდა თქვა პირიქით გაუმჯობესებულია, იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს თუ რა წარმოადგენს ქართული ოცნების მიზანს და რასაც ჩვენ მოსახლეობის მხრიდან ყოველდღიურად გვგრძნობთ, ეს არის სოლიდარობა, მხარდაჭერა და რაიმე ახსნა განმარტების გაკეთება და რაღაცა თავდაცვით რეჟიმში ყოფნა მოქალაქეებთან. ჩვენ არც ერთხელ არ გვიწევდა, ეხლა გვიწევს. პირიქით ჩვენ ყოველდღიურად გვგრძნობთ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მხრიდან, მაგალითად მე ზუგდიდში ვცხოვრობ და აგერ ზუგდიდში უკვე 204 დღეა ჩვენ უწყვეტი პროტესტი გვაქვს და ზუგდიდი, თბილისის, ბათუმის და ქუთაისის და სხვა ქალაქების მსგავსად არც ერთი დღე ამ პროცესში არ გაჩერებულა და მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ გვგრძნობთ მუდმივ მხარდაჭერას მოქალაქეების მხრიდან და ქართულ ოცნებას ის პროპაგანდა, რომლის მიზანიც არის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გააშავოს და მათ მიმართ რაღაცა არასწორი, ტყუილი, ფეიქ ინფორმაცია გაავრცელოს, ეს პრაქტიკაში აღარ მუშაობს, იმიტომ რომ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის თუ რას წარმოადგენს ქართული ოცნება, რა არის ამ მათი მიზანი და რეალურად ვინ არიან დღეს მოქალაქეების უფლებების დამცველები. ძალიან კარგად იაზრებენ ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა ეს ადამიანები დღეს დგანან ქართული სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მხარეს. დიდი მადლობა არჩილ პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს არჩილ თოდუა პასუხობდა ის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ზუგდიდის ოფისის კოორდინატორია. წარმოგიდგენ ჩვენს მომდევნო სტუმარს, ეს არის ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი. ირაკლი, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირველ რიგში